მოგესალმებით, მე ვარ იან თაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტ საინტერესო ადამიანები. სანამ გიამბობთ დღეს რას გთავაზობთ, მინდა რომ ჩემი დიდი გულისწყეტის ამბავი გაგიზიაროთ. ამბავი კი ეხება ელექტრონულ ჟურნალს საინტერესო ადამიანები, რომელიც შეიქმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდისთვის და სადაც განთავსებული იყო 350 ინტერვიუ, ჩემი თითქმის 8 წლის ნამუშევარი და ეს არქივი მთლიანად უცებ გაქრა წაიშალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდიდან. დღევანდელ საქართველოში ძალიან ძნელია რომ ადამიანს რამე გაუკვირდეს, უბრალოდ ალბათ ვერასდროს ვერ გავიგებ რა იყო ამ ინტერვიუების წაშლის რეალური მიზეზი, მათი საზოგადოებრივი მნიშვნელობა თუ რაიმე პიროვნული მოტივი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ახლა ჩემს აი ამ პოდკასტ საინტერესო ადამიანების პოდკასტ, რომელიც ციტატის არხზე არის განთავსებული, ჩემთვის ბევრად უფრო მეტი მნიშვნელობა მიენიჭა, იმიტომ რომ აქ შევეცდები ახლა რომ თავიდან ავადგინო ეს ინტერვიუები ნაწილობრივ გიამბოთ ამ ინტერვიუების შესახებ და ეს გადაწყვეტილი მქონდა მანამდე, სანამ წაშლიდნენ ამ ელექტრონულ ჟურნალს ვებგვერდიდან და ახლა შევეცდები რომ აი ამ ფორმით დავაბრუნო ეს ადამიანები თქვენთან საზოგადოებასთან, იმიტომ რომ ინტერვიუსთვის ნამდვილად ვიწევდი იმ ხალხს, რომლებიც რეალურად ქმნიან დღევანდელი საქართველოს შინაარსს. ამიტომ ახლა კიდევ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის თქვენი მხარდაჭერა ამ არქივისთვის და მეც მაქსიმალურად ვეცდები რომ ისეთი შინაარსით მოვიტანოთ თქვენამდე ეს ინტერვიუები, რომ რაღაცნაირად დაგანახოთ რატომ ავირჩიე ეს ადამიანები და რატომ მგონია რომ მათი ღვაწლი საზოგადოების წინაშე, ქვეყნის წინაშე არის ნამდვილად დასამახსოვრებელი და თაობებისთვის შესანახი. დღევანდელი პოდკასტი ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს ეძღვნება. მისი ინტერვიუ ჩემთვის არის აბსოლუტურად გამორჩეული, რაც ბოლომდე გავაცნობიერე იმის შემდეგ, რაც ინტერვიუ დასრულდა და შესავალშიც ჩავწერე, რატომ აღმოჩნდა ჩემთვის ასე მნიშვნელოვანი ეს ინტერვიუ და ეხლა წაგიკითხავთ. ქალბატონ ნანისთან ინტერვიუმ იმაზეც დამაფიქრა, რომ ისე უნდა იცხოვრო, როცა ასაკში შეხვალ, ბოლომდე გულწრფელობის უფლება მისცე საკუთარ თავს. ეს ყოფილა ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო. ციტატის დასასრული. ქალბატონ ნანისთან ინტერვიუს მზადების პროცესში დავინახე, რომ მისი ცხოვრების ორი მთავარი ადამიანი იყო ერთი მხრივ მისი დედა და მეორე მხრივ მისი მეუღლე. და ეხლა პირველ რიგში მათთან ურთიერთობის შესახებ გიამბობთ. ამ ორმა ადამიანმა განაპირობა მისი ხასიათიც, განსაკუთრებით დედამ, მისი კარიერაც და მისი ცხოვრების ავკარგიც. ეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის მეუღლესაც ეხება თანაბრად. ქალბატონი ნანის დედა ოლღა, ანუ ცაბუ მიქელაძე, იყო ძალიან საინტერესო ადამიანი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე, როდესაც შეეძინა შვილი. მაშინვე სწავლას თავი დაანება და თქვა, რომ ეს როგორ იქნებაო, რომ ჩემი შვილი სხვას მივაბარო და სხვამ გაზარდოსო, შეუძლებელი არისო და როგორც ქალბატონი ნანი ამბობს, ყველაფერი დათმო ჩემი გულისთვის. დედა ჩემთვის ცხოვრობდა. ახლა რომ ვუსმენ ნანი ბრეგვაძეს, ეს ჩემთვის ცხოვრება ორ მხარეს მოიცავს, კარგსაც და ცუდსაც, დადებითსაც და უარყოფითსაც. ერთი ციტატით დავიწყებ. პედაგოგი არაფერში მყოლია. ჩემი პედაგოგები იყვნენ ჩემი ოჯახის წევრები, დედა ჩემი პირველ რიგში. ის რაც ნანი ბრეგვაძემ დედისგან ისწავლა და მე მთელი ცხოვრება გაყვა, არის თავმდაბლობა, წესიერება, წესრიგი, ჩვენ დავწმუნდებით ამაში, როდესაც მე კიდევ მეც გიამბობთ ინტერვიუს შესახებ და აი რას ეუბნებოდა თავის შვილს. ლამაზი არ ხარ, მაგრამ ადამიანი უნდა იყო. ტყუილი არ უნდა თქვა, ვინმეს პირობას რომ ისცემ, ის პირობა აუცილებლად უნდა შეასრულო.
როგორც ქალბატონი ნანი ამბობს, ჩემში ადამიანობას აყალიბებდა, რაც შედის პატიოსნებაში, ეს იყო მისი წესები. დღემდე რო ყველას უკვირს ნანი ბრეგვაძის არაჩვეულებრივი წესიერება, თავმდაბლობა და უბრალოება ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რაშიც მეც პირადად დავწმუნდი მასთან ურთიერთობის დროს, ეს სწორედ მას მოყვება ოჯახიდან და ეს არის ის, რაც მას დედამ ასწავლა და მართლა მთელი ცხოვრების მანძილზე გამოაყოლა. მაგრამ დედის წესები ყოველთვის ასეთი, ასე ვთქვათ, სწორი და კომფორტული არ ყოფილა. დედას უყვარდა კონტროლი, რაც ფაქტობრივად მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელდა. კონტროლი ეხებოდა ყველაფერს, დაწყებული იმით, რომ შვილს დედისთვის სიტყვა არ უნდა შეებრუნებინა და ბავშვის აზრი მისთვის საერთოდ არ არსებობდა. დამთავრებული იმით, რომ მაგალითად სკოლის გამოსაშვებ ბანკეტზე არ უშვებდა თავის შვილს, იმიტომ რომ იქ ვერ გააკონტროლებდა ვისთან ეკრებოდა და როგორ ურთიერთობა. და მე კიდევ იმას ვიტყვი, რომ როდესაც ქალბატონი ნანი უკვე დასრული იყო და უკვე მუშაობდა, აი მაშინაც ფაქტობრივად უკონტროლებდა ცხოვრებას თავიდან ბოლომდე და ციტატას წაგიკითხავთ თვითონ ქალბატონი ნანი ამაზე როგორ ყვება. პირველად რომ დავიწყე ორერასთან ერთად სიმღერა, ან მედეა გონგლიაშვილთან ერთად, სულ ვჩქარობდი, საათზე ვიყურებოდი. 12-ისთვის სახში უნდა ვყოფილიყავი. თქვა წასასვლელი ვიყავი ფილარმონიაში, ჩვენ მარჯანიშვილის მოედანზე ვცხოვრობდით და ფილარმონია იქვე იყო პლეხანოვზე. სახში ზოგჯერ ფეხით ვბრუნდებოდი. დედაჩემს საათი ჰქონდა დანიშნული, იქიდან რამდენ ხანში უნდა დავბრუნებულიყავი. ასე ვცხოვრობდი საათობრივად. ძალიან ძნელი იყო, მაგრამ მიჩვეული ვიყავი. მეგონა ეს იყო სწორი. მე მივხვდი, რომ ეს არის რაღაც საშინელება. ციტატის დასასრული. დედამ განსაზღვრა ნანი ბრეგვაძის ცხოვრების ორი მთავარი მიმართულება. ის, რომ ქალბატონი ნანი უნდა ყოფილიყო პროფესიონალი მომღერალი და ის, რომ ცოლად უნდა გაყოლოდა მერაბ მამალაძეს. და ეუბნებოდა თავის ქალიშვილს, რომ მე რო არ გიყვარსო, გათხოვდები და შეგიყვარდებაო. მერაბ მამალაძე ნამდვილად აღმოჩნდა ნანი ბრეგვაძის პირადი ცხოვრების განსაზღვრელი ადამიანი. მათი ცხოვრება რამდენიმე დაშორების და შერიგების ჯაჭვი იყო, თუმცა ინტერვიუის დროს ქალბატონ ნანის, როგორც იტყვია ხოლმე, ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დასცდენია თავის მეუღლეზე. პირიქით, რამდენჯერმე მითხრა, რომ ეს იყო უკეთილშობილესი, უპატიოსნესი, უსუფთავესი ადამიანი და მზად იყო, რომ შეგუებოდაო ჩემი ცხოვრების ამ უცნაურ წესს, ხანგრძლივ გასტროლებს, პოპულარობას, იმდენად ვიყვარდიო და იმდენად ძვირფას ვიყავი მისთვისო და როგორც ქალბატონმა ნანიმ თქვა, ბოლოს უბრალოდ ამას ვეღარ გაუძლო და დასჩემდაო ჩხუბი და ეჭვიანობა ზოგჯერ გასტროლებზე, ისე დაადგებოდა ხოლმე ცოლს თავზე, რომ ქალბატონი ნანი არ ელოდა, არ იყო საქმის კურსში და აი მაინც რას ამბობს ბოლოს. მე რომ ვინმე სხვას გავყოლოდი ცოლად, უფრო ძლიერ პიროვნებას და მატერიალურად მეტად უზრუნველყოფილს ვეღარ ვიმღერებდი, უბრალოდ სცენაზე არ გამიშვებდა. ქალბატონ ნანის მიაჩნია, რომ ისეთი დრო იყო, რომ ეს ნამდვილად დარწმუნებული, რომ ასე მოხდებოდა. სხვა ქმარი მას კარიერის გაკეთების და განვითარების საშუალებას არ მისცემდა. ორი ამბავი ნათლად აჩვენებს, რამდენად ძვირფასი იყო მისი მეუღლე მერაბ მამალაძე ნანი ბრეგვაძისთვის. ერთხელ, როდესაც ცოლ-ქმარი კარგა ხნის გაშორებული იყო პირველად, მერაბ მამალაძე ესტონეთში დაიჭირეს რაღაც საბუთზე, არასწორ საბუთზე ხელმოწერის გამო. და ქალბატონი ნანი ყვება, რომ ჩემი თავისთვისო, არასდროს არაფერი არავისთვის არ მithხოვია, მაგრამ მერაბი რომ დაიჭირეს, გავგიჟდიოს, უწესიერესი კაციო და აფთექი და შევედი შევარდნაძესთან, რომელიც მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და აი ციტატა რას ყვება ქალბატონი ნანი, დიდი პატივისცემით მიმიღო ეს როგორ უნდა დავუკარგო. 1 საათი ვილაპარაკე, ხმა ჩამეხლიჩა, მერე წყალიც მომაწოდა. ერთი კითხვა არ დაუსვამს, მალაპარაკა და მალაპარაკა. ბოლოს ადგა, ჩემი თანდასწრებით დარეკა და ვიღაცას უთხრა, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, დღესვე მამალაძე გადმოიყვანეთ საქართველოშიო. გადმოიყვანეს. მეორე ამბავი კიდევ მეტად საგულისხმოა.
ქალბატონი ნანი მიყვებოდა, რომ მის ცხოვრებაში იყო პერიოდი 46 წლიდან 50 წლამდე, როდესაც მის ცხოვრების ჩვეულებრივი წესი შეიცვალა, არაფერი აღარ მინდოდაო და საერთოდ დეპრესია რა არის არ ვიციო, მაგრამ იმ წლებში რა დამემართა მეც ვერ ამიხსნიაო. და მე ვკითხე, რომ პირად ცხოვრებას ხომ არ უკავშირდებოდა მეთქი და აი რა მიპასუხა. ის წლები იყო, როცა მე რაბს დავცილდი, როცა მან ცოლი ითხოვა, მაინც ტრავმირებული ვიყავი. თითქოს კარგი ურთიერთობა ქონდა მაგ პერიოდში, მაგრამ უცბად წავიდა. ქალბატონი ნანი საბოლოოდ ასე ხედავს მისი და მერაბ მამალაძის ურთიერთობას, რომ ეს ვაჟკაცი კაცი მას შეეწირა, ცოლს შესწირა საკუთარი თავი. თავისი შინაგანი ღრმაწესიერება ნანი ბრეგვაძეს არ აძლევდა საშუალებას, რომ თავისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე რაიმე სხვა ურთიერთობა წამოეწყო და მეუღლეს რომ დამშორდაო, ბევრი თაყვანისცემელი მყავდაო და შემდეგ აი ასე ხსნის, ასე მიყვება თავის ფიქრებს, ეს მართლა უნიკალური არის ესეთი ფიქრების და დამოკიდებულებების გაზიარება საჯაროდ. აი რას ამბობს ქალბატონი ნანი, ესე ვფიქრობდიო, ეს რატომ უნდა გავაკეთო, რომანი კი არ იქნება, ერთი წუთის ამბავია. არ ვუშვებდი არანაირ გაგრძელებას, ასე ვიყავი. განვითარება არ ქონდა ჩემს გრძნობებს არავითარ შემთხვევაში. უბრალოება, რაც ნანი ბრეგვაძეს ბავშვობიდან გამოყვა, დასრულობისას გახდა მისი ხასიათის მთავარი თვისება. აი რა მითხრა ქალბატონმა ნანიმ თავის ხასიათთან დაკავშირებით. ვინმე რომ მეტყვის კარგად გამოიყურებიო, მიყვირს და მეგობრები მეუბნებიან, ყველაფერი როგორ გიყვირს, შეეჩვი ახლა რაღაცასო. რამდენიმე დღის წინ ერთმა ადამიანმა, რომელიც ყოველმხრივ არაჩვეულებრივია, თურმე ისე მაქო, ეკას უთხარი, რას მელაპარაკები, გავგიშდი ქალი, ასეთი წარმოდგენა აქვს ჩემზე? სიამოვნებს, მაგრამ ამით არ ვცხოვრობ. მე ყველასთან ერთნაირი ვარ. სხვებთან ერთად რომ დავჯდები, მინდა ყველა თანაბარი ვიყოთ. ნანი ბრეგვაძის ხასიათზე ისიც მეტყველებს, რომ ბედნიერებად მიაჩნია, რომ ახალგაზრდებს უნდათ მასთან ერთად მუშაობა. როცა ირაკლი ჩარკვიანთან ერთად ჩაწერა სიმღერა, მაშინ ამბობდა, არ ვიციო ირაკლის მუსიკალურად რამდენად გავუმართლე მოლოდინიო და მე ვკითხე, რატომ იფიქრეთ მეთქი ეს, რომ მუსიკალურად შეიძლება ირაკლი ჩარკვიანს მოლოდინი ვერ გაუმართლეთ და აი რა მიპასუხა, ესეც ძალიან საგულისხმო სიტყვებია. იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული პიროვნება იყო, ღრმა, ნიჭიერი, ეს იცოდეთ რომ ახალი სიმღერა უცებ კარგად არ იმღერება, მას გაგება სჭირდება. რამდენიმე დღე უნდა გავიდეს, უნდა დავფიქრდეს, შედგება სიმღერა თუ არა. არ მაქვს ეს ნიჭი, რომ სიმღერა პირველივე ჯერზე გადასარევი გამოვიდეს. აუცილებლად საჭიროა რეპეტიცია და რეპეტიცია. ირაკლისთან ერთად სიმღერის ჩაწერის წინ ამდენი საშუალება არ მქონდა. კიდევ ერთი შემთხვევა მიამბო ქალბატონმა ნანიმ, სარატოვში კონცერტი ჰქონდაო მედია გონგლიაში 23 და სასტუმროს მებუფეტე ქალი წავიყვანეთ კონცერტზე, იმიტომ რომ ძალიან აინტერესებდა და უნდოდა დასწრებაო და მეორე დილით შევდივართ ბუფეტში და გვეუბნება, გოგოებო, რა კარგი კონცერტი იყო. ხელოვნებაში არაფერი მესმის, საერთოდ არაფერი, მაგრამ მთელი ღამე ვერ დავიძინეო. და მე ვუთხარი, ძალიან დიდი მადლობა, აი ეს არის მთავარი. ციტატის დასასრული. უკვე დიდი ხანია ნანი ბრეგვაძე უარს ამბობს რუსეთში კონცერტებზე და პირად კერძო ვიზიტებზეც ასევე უარით პასუხობს, მაგრამ ისე რომ სულ იცავს ამეთი ურთიერთობის ეთიკას და ეს მისთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია. დღეისთვის ბოლო ციტატას შემოგთავაზებთ ჩვენი ინტერვიუდან. ყველანაირ ფულს მირჩევნია ჩემი სახელი და ჩემი ხალხის გვერდით ყოფნა. არჩილ ტატუნაშვილი რომ აწამეს ცხინვალში, მაგ პერიოდში მქონდა დაგეგმილი კონცერტი მოსკოვში და თუ არ ჩავიდოდი 2 მილიონი რუბლი ჯარიმა უნდა გადამეხადა. რა თქმა უნდა ვერ გადავიხდიდი. მაინც არ წავედი. მაშინ მოსკოვში როგორ ვიმღერებდი. ქალბატონი ნანი 6 წლის წინანდელ
საუბარში მეუბნებოდა, რომ მინდა 90 წლამდე ვიცოცხლო. აი, მოვიდა 90 წელი, ნანი ბრეგვაძემ ქართულ საზოგადოებას და თავის ახალგაზრდა კოლეგებს აჩუქა არაჩვეულებრივი კონცერტი და მშვიდად ლამაზად, როგორც მას ჩვევია, გააგრძელა დიდი ხნის წინ დაწყებული გზა უკვდავებისკენ. დღეს ამით დავასრულებ გადაცემას და კიდევ ერთხელ ჩემს უდიდეს სიყვარულს დავუდასტურებ ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს, ასეთ ჩვეულებრივს და ბევრად მეტად არაჩვეულებრივს. ამ თემაზეც ვისაუბრეთ ინტერვიუში, მაგრამ სამწუხაროდ მის სრულ ვერსიას ვერ გთავაზობთ. შევხვდებით შემდეგ პარასკევს, გამოიწერეთ ციტატა, რომელსაც განსაკუთრებით ახლა ნამდვილად ჭირდება თქვენი თანადგომა და უღრმესი მადლობა ყველას, ვინც უკვე ჩემთან ერთად.